ახალი ამბავია მესმის თქვენ ვერ გეცოდინებათ ბევრი რამ დეტალებით, მაგრამ თავისთავად შეფასებას მოითხოვს, ხო ეს ისტორია, იმიტომ რომ გაგრძელება იმისა, რაც გვესმოდა ბოლო კვირებში თორნიკე რიჟვაძის გარშემო. კი, ნამდვილად რაღაცა მოულოდნელი დილა გაგვითენდა აჭარაში და არა მხოლოდ. რაც არ უნდა რთული დამოკიდებულება გქონოდა ერთმანეთისადმი, ხო, რა თქმა უნდა, რაღაცა ჯანმრთელობას უსურვებ და მალე გამოჯანმრთელებას უსურვებ თორნიკე რიჟვაძეს. რა მოხდა და როგორ მოხდა ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, მით უმეტეს მაშინ როცა ჯერ გამოძიებას რაღაცა ბოლომდე ყველაფერი არ უთქვამს, მით უმეტეს მაშინ როცა გამოძიებას ბოლომდე ვერ ვენდობით. თუმცა როცა იძახიან რომ რაღაცა თვითმკვლელობას ცადა გამორიცხული ესეც არა, მაგრამ რაღაცა ორი ჭრილობა თვითონ მიაყენა საკუთარ თავს რაღაცა გულის არეში, ცოტა აბსურდს გავს. თორნიკე რიჟვაძეზე ბევრი გვისაუბრია, მათ შორის თქვენს ეთერებშიც გვისაუბრია იმაზე, რომ ის რაღაცა კორუფციაში იყო თავის დროზე გარეული, როცა ის ასე ბოლომდე წარმოადგენდა რეჟიმს და შემდეგ მოიშორეს ის თავიდან, შემდეგ ვიცით რომ ეს რაღაცა გავლენების გადანაწილების მიზნით ჩამოშორებულ ადამიანებს რაღაცა არეკეტებდნენ, ცდილობდნენ რომ ფული ამოეღოთ. აქ ფიგურირებდა თორნიკე რიჟვაძის მამაც აჭარაში, რაღაცა ის პოლიციურ რეჟიმს წარმოადგენდა, როგორც იცით და მოკლედ ბევრი დეტალი ასე გაჟღერდა, თუმცა ბევრი დამტკიცდა, ბევრი ვერ დამტკიცდა, რომ რაღაცა დავით რიჟვაძე მათ შორის დაკავებულიც იყო, შემდეგ გამოუშვეს. ეხლა ვიცით რომ ბევრ მილიონ დოლარზე იყო საუბარი, რომელსაც ედავებოდა ივანიშვილი თორნიკე რიჟვაძეს და ამ ფულის დაბრუნებას და ამოღებას ცდილობდა, თუმცა ეს მოახერხა თუ ვერ მოახერხა, არ ვიცი, რაღაცა რიჟვაძემ ისიც გავრცელდა, რომ ითხოვა, რომ რამოდენიმე თვე მომეცი და გადამინაწილე და ასე შემდეგ. თუმცა გუშინ რა მოხდა რეალურად და რატომ მივიდა რიჟვაძე თუ რიჟვაძე მივიდა აქამდე და რაღაცას ცადა თავის მოკლა, ასე რომ ვთქვათ, არ ვიცი. ან თუ ასე არ იყო და ვინ მიაყენა მას ეს ზიანი, ესეც არ ვიცით, ხო, ამ ეტაპზე. ალბათ მაინც იმ გამოძიებას ამ ეტაპზე იძულებულები ვართ დაველოდოთ იმ გამოძიებას, რომელთანაც ნდობა ბოლომდე არ აქვს. მოდი თავისთავად ვისაუბროთ დეტალებზე, რაც გვესმოდა ბოლო კვირების განმავლობაში. საუბარი იყო კორუფციით გზით ნაშოვნ ფულზე. ყველაზე კარგად თქვენ იცით, ხო, კორუფციის მასშტაბების შესახებ, რაც ბათუმში არსებობდა. ნამდვილად ამ თორნიკე რიჟვაძეს ახლა ჯანმრთელობას უსურვებთ, რაზე არის ლაპარაკი საერთოდ, მალე დადგეს ფეხზე. უბრალოდ ფაქტია, რომ ის ღრმა კორუფციაში იყო ჩართული, ხო, და ეს ოღონდ ახლა თორნიკე რიჟვაძე კი არ იყო კონტროლი, სისტემაა თვითონ, ხო? ანუ სისტემის აუცილებელი ნაწილია კორუფცია. ანუ მთელი ხერხემალია, რომელიც გარშემოც არის ამოშენებული ეს, ხო, მთელი თავისი სოციალური სტრუქტურით. ეს ძალიან ცენტრალური ნაწილია. ეს სისტემა კორუფციაზე უარს ვერ იტყვის, იმიტომ კორუფციით საზრდოობს სინამდვილეში. უბრალოდ კადრები იცვლებიან პერიოდულად, ხო? ივანიშვილი სულ ცვლის კადრებს. და ახლა იგივე ხდება. 37 წელი აქვს. 37 წელსაც ხო რა მოხდა? თავის რატო არ გამორჩეული 36 წელს იყო და 35 წელს იყო რეპრესიები, მაგრამ 37 წელს დაიწყეს იმათი დახრეთ და ვინც 35-ში ხრეთ და ანუ ეს შეტრიალდა. ახლა ეგ პროცესი დგას, ვისაც ფულს აშოვნინებდნენ, ხო? იმათ აკულაკებენ, ეხა ფულის მიტარას უკან, ხო? სხვები დაიწყებენ ეხა ფულის შოვნას, ხო? სხვებზე გადავეცგები. მან ვცდილობდი რომ მიუსულიყავი და თავი მომეყარა ჩემი სათქმელისთვის, ხო? როცა რაღაცა გავიგეთ რომ თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობა თითქოს დატოვა, არა და ვიცით რაც მოხდა, ხო? ერთი კაცი იღებს მსგავს გადაწყვეტილებებს ჩვენს ქვეყანაში და თორნიკე რიჟვაძე უბრალოდ მოიშორეს თავიდან და თამაზაშვილი როცა მოგვევლინა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ჩვენ ვთქვით რომ სახელის და გვარების შეცვლას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, გაგრძელდება ის კორუფციული გარიგებები აჭარასა და ბათუმში, რაც აქამდე ხდება და ეხა თამაზაშვილი გადაიბარებს ამ ყველაფერს თქო, მაგრამ ეხა მარტივად რომ დაუფიქრდეთ, აი ვის მე მჯერა რომ მცირეა ასეთი რაოდენობა ქვეყანაში ამომრჩევლისა, მაგრამ ვინ ჯერ კიდევ შემორჩა ქართული ოცნების მხარდამჭერად და არა მხოლოდ ვინც რაღაცა რეჟიმის წარმომადგენელია, ხო, მარტივად რომ დაუფიქრდეთ, მეგობრებო, მართლა რეჟიმი უკვე გადასულია ისეთ ქმედებებზე, რომ ვინც ბოლომდე ჩაყვება საბოლოო ჯამში ყველას მიაკითხავს. საბოლოო ჯამში ყველას რაღაც დოზით მიაკითხავს და ვიღაცა იძულებული გახდება, რომ რაღაცა ან ქვეყნიდან წავიდეს, ან რაღაცა საკანში აღმოჩნდეს, ან მინიმუმ რა ვიცი, საკუთარ თავს ზიანი მიაყენოს თუ ამ ყველაფერს ვენდობით, რაც დღეს ახლა დილით ვიხილეთ, ხო? და თუ ეს სიმართლეა. ამიტომ დროზე გამოფხიზლებაა საჭირო, რომ ამ ქვეყანაში შევძლოთ ნორმალური ცხოვრება, ამ ქვეყანაში შევძლოთ
კეთილდღეობით ცხოვრება ამ ქვეყანაში შევძლოთ ევროპული სტანდარტებით ცხოვრება და რაღაცა ის კი არ დაგვჭირდეს რომ კორუფციაში ჩავეფლოთ, არამედ რაღაცა ყველას შეგვეძლოს რომ ნორმალური ცხოვრება ერთმანეთს შევთავაზოთ, არა ევროპული სტანდარტი მივიღოთ ამ ქვეყანაში და სანამ ეს ხელისუფლება იქნება და სანამ ცვლილებებს არ მივმართავთ, სანამ ცვლილებების თანამონაწილე თითოეული მოქალაქე არ გავხდებით, რა ვიცი, ყოველი დილა გაგვითენდება ასე რომ ცუდ ამბებს გავიგებთ. მათ შორის ჩვენთვის არასაინტერესო დამოკიდებულების მქონე ადამიანების ცუდი ამბებიც გვაშფოთებს, ხო, ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე როცა არის საუბარი. ამიტომ ყოველი დილა რომ არ დაიწყოს ისე რომ რაღაცა უბედურებები არ გავიგოთ ამ ქვეყანაში, ყოველი დილა რომ არ დაიწყოს ისე რომ რაღაცა არ გავიგოთ თუ როგორ იპარავენ ჩვენი ჯიბიდან ფულს ადამიანები, მაღალჩინოსნები, უნდა მივმართოთ ცვლილებებს და ამაში თანამონაწილეობა უნდა მივიღოთ ყველამ და განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვინც აქამდე უჭერდა ქართულ ოცნებას მხარს. მე მესმის რომ ჩვენ ბოლო არჩევნები არაერთი ბოლო არჩევნები მოუგეთ ქართულ ოცნებას, მაგრამ არ აღმოჩნდა ხო რაღაც მომენტში საკმარისი გაყალბების მასშტაბის მიხედვით. ამიტომ თქვენი დახმარება ამ ამბავში ქართული ოცნების ამომრჩევლებს მიმართავ განსაკუთრებით საჭიროა რომ ქვეყანა გადარჩეს, ჩვენ გადავრჩეთ და ვიცხოვროთ კეთილდღეობით და ევროპული სტანდარტით.